F-16 ტიპის 24 ერთეული ავიაგამანადგურების შესყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმების დროებით შეჩერებამ პერუში ისედაც არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაამწყვა. თანამდებობები დატოვეს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომელსაც მიაჩნიათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე ეს გადაწყვეტილება უკან გაადგმული ნაბიჯია. მათივე განმარტებით არაერთხელ ეცადნენ ხოსე მარია ბალკასარის გადარწმუნებას, თუმცა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის მტკიცებით, შეთანხმება გადავადებულია და არა გაწყვეტილი. მისივე თქმით, როგორც ამ თანამდებობაზე მოვალეობის დროებით შემსრულებელს საკმარისი ლეგიტიმაცია არ გააჩნია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ავიაგამანადგურებლების შესაწყიდად საჭირო პროცედურების ბოლომდე მისაყვანად. ყოველთვის ვამბობდი, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავების შესყიდვა უნდა გადაიდოს, რათა მომდევნო ხელისუფლებამ შეძლოს მათი საფასურის გადახდა. ანუ მომდევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდება. არასდროს მქონია მიდრეკილება ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციაში შევსულიყავით, რადგან მათთან მრავალი წლის განმავლობაში ვინარჩუნებთ მჭიდრო სავაჭრო, დიპლომატიურ და სხვა სახის ურთიერთობებს და ასეც უნდა გაგრძელდეს. მე არ მიმიღია მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში, ამიტომ სიცრუეში ვერ დამადანაშაულებთ. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ახალმა მთავრობამ, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, უნდა შეასრულოს მანამდე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მეტი არაფერი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი განცხადებების შინაარსის შეცვლა მიუღებელია. ფიქრობ, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად, მათ შორის შესყიდვებთან დაკავშირებითაც, რათა საკმარისი სახსრები გქონდეს ასეთი მწვავე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. para poder atender a tantas necesidades. პერუს დროებითი ხელმძღვანელობის ნაბიჯს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ბერნი ნავარუმ პასუხად თქვა, რომ თუკი პერუ არ კეთილსინდისერად მოეპყრობა მოლაპარაკებების პროცესსა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რითაც ძირს გამოუთხრის ვაშინგტონის ინტერესებს, მაშინ გამოყენებული იქნება შესაბამისი ნაბიჯები, რასაც დიპლომატს დეტალურად არ უსაუბრია. ამერიკის შეერთებული შტატები და პერუ 200 წელია ერთმანეთისადმი მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ და მხარეებს აკავშირებთ ხანგრძლივი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში. სტიქიურ უბედურებებთან გამკლავებასთან დაკავშირებული ეროვნული პროგრამით დაწყებული, ამერიკა პერუს მხარდამხარ მუშაობდა ნარკოდანაშაულებთან ბრძოლის ოპერაციაში, ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და ბევრი სხვა მიმართულებით. ჩვენს ნახევარსფეროში მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრინციპულია და ჩვენს პარტნიორებთან ერთად უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მხრივ მეტი დაინტერესება გამოხატეთ. პერუს საკვანძო როლი აკისრია ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში, რაც მოიცავს მეტად უსაფრთხო, ძლიერ და კეთილდღეობით ახსავსე რეგიონის შექმნას. მიმდინარე წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა კეთილსინდისიერად შეიყვანა პერუ იმ წამყვანი მოკავშირეების სიაში, რომლებიც არ არიან ნატოს წევრი ქვეყნები. ეს არის პერუსადმი ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზული დამოკიდებულების დემონსტრაცია. მომწოდებელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მოიცავს დროის შეზღუდულ მონაკვეთს, რის შემდეგაც დანახარჯები იზრდება. ამჟამად თითოეულ ასეთ შეფერხებასა თუ დაყოვნებას ხარჯების ზრდამდე მივყავართ. იგივე პაკეტი აღარ იქნება ხელმისაწვდომი 2 თვეში, ან თუნდაც 2 კვირაში. მომწოდებელთა მხრიდან დანახარჯებისა და სხვა ქვეყნებისგან მაღალი დაინტერესების გამო, გლობალურად არსებული დინამიური კონტექსტის გათვალისწინებით. 2024 წელს პერუს იმდროინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ $3 მილიარდ 500 მილიონ გამოყოფს 24 ერთეული ამერიკული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესაწყიდად. მაშინ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობისას დაინტერესება გამოხატეს შვედურმა და ფრანგულმა კომპანიებმაც, თუმცა საბოლოოდ ჯერ ამერიკულზე შეშერდა, მაღალი სანდოობის არგუმენტით. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საჰაერო საბრძოლო ხომალდების შესყიდვა ჭიანურდება პერუში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის გამო. ბოლო 10 წლების განმავლობაში ქვეყანამ 8 პრეზიდენტი შეიცვალა და ამჟამინდელის დროებით ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობას. ექს-პრეზიდენტების უმრავლესობა კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს, ნაწილი კი საპატიმროშია. 12 aprils პერუში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ხმის მიცემის პროცესში შეფერხება წარმოიშვა. საბოლოო შედეგები ჯერაც უცნობია, თუმცა ცნობილია მხოლოდ ის, რომ კენჭისყრის ყუთებთან ადგილობრივ მოსახლეობას მეორე ტურზე 7 ივნისსაც მოუწევს მისვლა.